მოგესალმებით მეგობრებო ყველას, როგორ ხართ? ძალიან საინტერესო საკითხი უნდა გაგანდოთ. პირდაპირ ეთერში მოგაცრავად. ესე იგი, ბატონ ზაზა ჯაიანს წერს მიმოზა ჩაფაძე. მიმოზა ჩაფაძემ იეჭვიანა ბატონ ზაზა ჯაიანზე და მოდი ვნახოთ რა იეჭვიანა. ნუ პირდაპირ ეთერში, როდესაც ჩვენ განვიხილეთ ქალის ვარდი, ბატონმა ზაზა ჯაიანმა გაგვაცნო, რომ ქალის ვარდს ჩური ქვია თურმე. ანუ ჩურ ნიშნავს ქალის ვარდს. და ახლა ამაზე ქალბატონი მიმოზა ჩაფაძე ავარდა და უპასუხა, ზაზა, შენ მეუბნებოდი ეროვნული ვარო? აი რომ არ უპასუხოთ ამ ქალბატონს არ შეიძლება? იქნება და რა უჭირს და რა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე? არასდროს იქნება კაცობრიობა მწყობრში და ზუსტადაც კაცების გამო ცდუნება როგორ გევასებათ. დიდი ხანია ამას ვწერ და ვამბობ ხმამაღლა. ჩემო ლამაზო ქალბატონებო, ამ ლამაზ მამაკაცს თუ ხედავთ, ეს ლამაზი მამაკაცი ვინ არის? ჩემი მეუღლეა. იქნება და რამე მიმიყვანა ამ მდგომარეობამდე, რომ ხალხს გავაცანი ვარდებისა და ჩურების შესახებ მარიდი. მე გავიკი. ასლაპარაკო. მიიწე. ცოტა მიიწიე კიდე. კაცობის მყუთში. მოგლაით, ახლა მე ჩემს მეუღლესთან ერთად გაგაცნობთ ვარდებისა და ჩურების შესახებ. რა, გასწორდი მარინოს, გაემართე. რა ხდება ახლა და ერთმა ქალმა ერთ ჩემს მსმენელზე, რომელმაც დამიწერა კომენტარი, იეჭვიანა. რატო წერთ ამ ქალბატონსო? რატო? განა რა უჭირსო, იქნებდა რა უჭირს ამ ქალბატონს, ესეთი რომ არ ცდუნდეთო, გესმის? ცდუნება იცი რა არის? ფეფილო. ხო, რატომ დაუწერეთო ეს, რატომ გაანათლეთო ეს ქალბატონი, რომ ქალის საშოს მუში heißt ჩური auf eine მეგრულ ენაზე თუ რაღაც ენაზე, ხო? მეგრულად უნდა ვისაუბრე თუ რა? არა, მე ვსწავლობ მეგრულს და სვანებს. ხო და ქალბატონებო, ნუ ნერვიულობთ, მე არაფერი მიჭირს, თუმცა აი თქვენს კაცების საზოგადოებას ძალიან უჭირს. ხომ უჭირს? რა უჭირს? ჩურები და ესეთი ვარდები, ხო? უჭირს. რატომ უჭირს? რატომ უჭირს მეგობრებო და მინდა გითხრათ, ხო შეიძლება რომ ეხლა მარტო მე ვილაპარაკო. მეგობრებო, რატომ უჭირს? იმიტომ უჭირს, რომ უჩურს. გესმის? იმიტომ რომ ქალბატონებს აქვთ წართმეული თავიანთი ქალური სილამაზე. გავიხსნათ ესე ცოტა. მოიცა? ჩამივარდა, უნდა გავისწორო. აჰა. ნახეთ მეგობრებო, მე ღმერთმა არ დამაჯილდობა დიდი ძუძუებით, მაგრამ დამაჯილდობა ძალიან დიდი ტვინით. ხო. ამიტომ ტვინს სჭირდება საკვები და საკვებს სჭირდება ფული. ხომ? რა თქმა უნდა დღეს პამადა არ წავისვი, იმიტომ რომ კბილის ექიმთან მივდივარ და არც ძალიან სექსუალურად გამოვეწყო იქნები კბილის ექიმს რა დაემართოს და კბილებში კი არა ძუძუებში დაიწყოს ხურება. არ გვინდა კბილის ექიმთან როცა მივდივართ სექსუალურობა და პამადები არ გჭირდება. ხო? მეგობრებო, მინდა გითხრათ, ერთხელ როდესაც კბილის ექიმთან ვიყავი გერმანიაში, ქალბატონ ოტოსთან, შეხედეთ
რა ლამაზი კბილები მაქვს. ქალბატონმა ოტომ მითხრა, ხომ არ ატარებდით პირის ბრეკეტებსო და მე ვითხარი არასდროს თქო და რა ლამაზი სიმრგვალე გაქვთო. თქვენ არ დაგჭირდებათ კეტებიო. ხო, პირის ბრეკეტები არ დაგჭირდებათო. დიახ, ახლა მე საიდუმლოს გაგანდობთ თუ როგორ შეიძლება ასეთი ლამაზი პირის მოყვანილობა გქონდეთ, კბილების მოყვანილობა, ისე რომ არ დაგჭირდეთ ბრეკეტები. მეგობრებო, ადამიანს გააჩნია ენა იმისათვის, რომ მართოს. აიღეთ ეს ენა და მიაჭირეთ კბილებს. ის თავისით გაასწორებს ამ კბილებს, ძალიან ლამაზ სიმრგვალეს მიჰგრის და აღარ დაგჭირდებათ ბრეკეტები. რომ არის ნათქვამი ენას კბილი უნდა დააჭირო, ეს არის შეცდომა მეგობრებო. ენას კბილი კი არ უნდა დააჭირო, უნდა მიაჭირო მეგობრებო. აი ესე ნახეთ. მიაჭირო. არ უნდა დააჭირო, დაჭერა ნიშნავს ამას მეგობრებო, ნახეთ. ესი არა მეგობრებო, ეგრე არ დარჩეთ. მიაჭირეთ კბილის ენა. ამოძრავეთ ენა. ეხლა რაც შეეხება ვარდებს და ჩურებს, ამ თემას მე გავაგრძელებთ სახლში და დაგემშვიდობებით, ნუ იეჭვიანებთ. ჩემი მსმენელი, ჩემი ერთგული მსმენელია. განსაკუთრებით ახალი მსმენელი გამომიჩნდა, მამაკაცების დიდი ჯარი. მამაკაცებო, ბოდიშით, რომ მე არ მაქვს იმის დრო და სურვილი, რომ მოგწეროთ თქვენ პირადში, მაგრამ თქვენ აუცილებლად გაგიცნობთ ყველას ერთად, ერთ სივრცეში. აუცილებლად ლამაზი თამარი წარსდგება თქვენ წინაშე და თქვენ მობრძანდებით ერთ სივრცეში, სადაც მე გიმღერებთ თქვენ სხვადასხვა სიმღერებს, რომლებიც არის ჩემი საკუთარი ტექსტიდან გამომდინარე და ChatGPT-ის მიერ შექმნილ მუსიკასთან ერთად ნამოქმედარი. მეგობრებო, ვინც არ იცნობთ ჩემს მეუღლეს, გაიცანით. მარინუს გეფარდ. მარინუს გასწორდი? მარინუს გეფარდ. გაიცანით? გამარჯობა მეგობრებო. მე მიყვარს წვერებიანი კაცები. ძალიან მიყვარს მამაკაცის წვერი. ეს ნახე, ისე დაჯექი რომ ეს გაწეული, აწეული გაქვს. ო, იმიტომ გკივა. ხო, კიცერი გკივა ჩემს მეუღლეს. რატომ გკივა კიცერი? ხომ არ დაგამასაჟო დღეს საღამოს? ო, გაიგიქნება. გაიგიქნება, მაგრამ შენ არა გაკეთო. ლაიფისას დაადარებ. რას ქვია დრო არ მაქვს, მე ყოველთვის მაქვს დრო, თუ შენ სურს რომ დრო მქონდეს. მეგობრებო, მე და ჩემი მეუღლე ისეთი კარგად შეხმატკიველებული ვართ ერთმანეთს, რომ ნუ გეშინიათ, თქვენს ქმრებს არ წაგართმევთ. მე ჩემი ქმარი მყავს აგენ საყვარელი, ხო? აბა როგორი საყვარელი ხარ? ძალიან საყვარელი. ძალიან საყვარელი. და მე როგორი ვარ? შენ ხარ შენ საყვარელი ხარ. როცა შენ ხანახან მოიცა სუს სავა. წარტკბილი. წარტკბილი. ეგეთი სოუსები ხომ არის? შევიკრავ ხო კარგი? შენს ნებართვით კარგი. ერთი თითითაც, ორი თითითაც შევიკარი. მარინუს, ეხლა მითხარი, შენ პირდაპირ ეთერში ხარ ჩემთან ერთად და ჩემს მაყურებელს აინტერესებს რა არ მოგწონს ჩემში. მე რომ ესე ვუზრდელობ მაგათ ჭუით, რომ ვუზრდელობ ვითომ და ესეთი თავისუფალი ენის ქალბატონი რო ვარ, მოგწონს თუ არ მოგწონს? მომეწონა, მაგრამ არ არის ადვილი. ადვილი არ არის? ადვილი არ არის ადამიანისთვის. რომელი ადვილია? ყველასთვის არ არის ადვილი. შენთვის? ჩემთვის არ არის ადვილი. Die Wahrheit ist nie leicht zu verstehen. Verstehst du? სიმართლე არ არის ადვილი, მართალი ხარ, მაგრამ მე რომ სიმართლეს ლაპარაკობ, ეხლა იმიტომ არ არის ადვილი. Ça suffit. არ არის ეგრე? D'accord. Réglons le problème. ენრიკე კითხება, ეგ ვინ არისო? ჩემი მეუღლეა ეს, მეგობრებო, არ იცნობ. ვინ?
იაჭვენა ჩემმა მაყურებელმა შანს. რა? მეგობრებო, მე მეუღლე მყავს, არ იწოდით? არიციან? არიციან, მარინოს მე ყოველთვის გმალავ შენ, როგორც შენახულში მყავ ხარ შენ, შენახულში. შენახული ვარ. ენრიკე გული ხომ არ დაგწყდათ ენრიკე. მე გათხოვილი ქალბატონი გძალდები, თანაც 3 შვილის დედა. 3 მცირეწლოვანი შვილის დედა. ესეთი პატარა ძუძუები რომ აქვს. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მე 3 შვილი არ გამიჩენია და ამ ძუძუებით არ მიკვებია. არა მეგობრებო, მარინუსი არასდროს ყოფილა ჩემი საყვარელი. მარინუსი პირდაპირ ჩემი ქმარი გახდა. მოუხევი მარინუს როგორ გახდა ჩემი ქმარი. არა. რატო? მაშინ მე მოვუყვები შეიძლება? დიდი და მე მოვუყვები მეგობრებო. და როდესაც მე მარინუსი გავიცანი, მონასტერში ვიყავი ყველაზე საშინელ ფორმაში. ხო, მარინუსის ყველაზე საშინელ ფორმაში დიდი თმები, ასე გაწეწილი თმები კონდა, როცა მანქანა თავი გადმოყო და იკითხა, აქ გზა არისო? ხო და მე ვუპასუხე, არა, აქ გზა აღარ არის მეთქი და ხო და მეგობრებო, მაშინ ჩემ ძმასთან ვიყავი სტუმრად ფოთოლეთის მონასტერში. ხო და მაშინ ახლა ესეთი ძუძუებიანი, მაშინაც არ მქონდა დიდი ძუძუები, არც ახლა, მაგრამ აი ესე ძალიან პატიოსნად მეცვა და გრძელი კაბა და თავსაფარი და რაღაცა მოკლედ. ნუ და იქ გავიცანი მეგობრებო ჩემი ქმარი, გერმანელია, მაგრამ ქართულ საუბრობდა უკვე როცა გავიცანი. მერე რა მოხდა იცით? მერე მოხდა ის, რომ როდესაც ჩვენ დავშორდით იმ დღეს 5 თვის მანძილზე არაფერი გაგვიგია ერთმანეთზე, თუმცა ჩვენ გაცვლილი ქონდა ელექტრონული მისამართები, პოსტის მისამართები. და ვერ ხდება ასეთი რა. გაიხსენე მარინუს რა მომწერე? შენ მომწერე ჩემი დაბადების დღეზე. ხო, აბა რა მოგწე? და მე უკან ვასუხებ რა მოგწერე რა? მე ხო, რა მოგწერე? თამა მეფე, ჩემო თამა მეფე. მე რა მოგწერე შე? თუს მე არის მუთიც მიგიფოცაკებეჭ რა? ხო, ქართულად თქვი ახლა გააგები. არ ვიცი რა ქვია. ილოცავთ დაბადების დღე მივულოცე მეგობრებო, დაბადების დღე მივულოცე და მე მომწერა რა მომწერე? მე მომწერე ჩემო თამა მეფო. თუ რა ხო, ჩემო თამარ მეფო. რა მომწერე მე რაო, ჩემო თამარ მეფეო რაო. ხო, არაფერი რა საკეთებ და ესე შემდეგ. აჰა, ასე იგი, პირდაპირ მომმართა თამარ მეფით, ხო და ეხლა როგორ არ უნდა მოეწონოს ქალბატონს ესეთი რამე, მაგრამ სხვათა შორის მე კი არ მომეწონა, მე ესეთი რამე გავიფიქრე, რომ ეს ხო არ გაგიშდა მეთქირეებს წერს, თქო. შენ არ მოეწონა? არ მომეწონა, ეხლა ბაში თამარ მეფეს არც ვიცნობდი და არც მქონდა თავში თამარ მეფის საერთოდ თამარ მეფე მე არ მევასებოდა რო იცოდე. ყველაზე მახინჯ ქალად მიმაჩნდა მეფეებს შორის და დედოფლებს შორის თამარ მეფე. მაგრამ მე რომ შინაგანად გავიცანი, ისე შემიყვარდა თამარ მეფე, რომ აღმოვაჩინე რომ მეც მას ვგავარ. ხო. მეგობრებო, როდესაც ჩემმა მეუღლემ მომწერა, მე მაშინ ვაპირებდი საბერძნეთის კუნძულზე კორფუზე წასვლას. იქ სადაც სპირიდონ ტრიუმფონტელი რომ არის, ხო? მე ფაჩუჩები რომ გამოაქვთ ხოლმე და დააქვთ და დაატარებენ და საქართველოსაც გამოუგზავნეს საჩუქრად და ამ კუნძულზე მეგობრებო, როდესაც უნდა წავსულიყავი ჩემს ბიძაშვილთან ერთად, აღმოჩნდა რომ მარინუსაც მოუნდა წამოსვლა. ჩემს მეუღლეს, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი რომ ჩემი მეუღლე გახდებოდა. ხო და არ დავუშალე ხა, წამოდი მეთქი, გავერთობით. ყველანი იქ ვიქნებით, ჩემი ბიძაშვილი, მე, შენ. ხო და მაგარია ბიძაშვილი ხო? უნდა დავირა. არა, სამწუხაროდ კი არა და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ თუ გასაკვირადაც რაც არ უნდა იყოს, ხო? არ დამაგვიანდეს მარინოს თბილის ექიმთან. ჯერ კიდევ ცოტა დრო მაქვს.
5 წუთი კიდე მოგიყვებით. რაც არ უნდა გასაკვირი აღმოჩნდეს, მეგობრებო, ხო? ჩემი ბიძაშვილი მომადგა გერმანიაში კარზე და მეუბნება თამარ მე ვერ წამოვალ კორფუზე, ვიზა გამიფუჭეს. მე ვეუბნები ეგ როგორ? მარტო გინდა გამიშვა მე იმ უცხო კაცთან ერთად? ხო, სხვანაირად არ გამოვა. თითქოს ჩაწყობილი იყო ეს საქმე, მაგრამ არ იყო ჩაწყობილი, მეგობრებო. არ იყო. შეიძლება იყო, არ ვიცი, შეიძლება იყო იქ, სანამ ჩამოვიდოდით ამ დედამიწაზე, იქ დავწერეთ ეს პროგრამა, მაგრამ აღმოჩნდით მე და მარინუსი კერკირაზე მარტო. ეხლა მარინუსი გააგრძელებს მოყოლას რას ვაკეთებდი. რატო? არ უნდა ჩემს ეზარება ქართულად საუბარი. რა მოხდა კორფუზე? რა მოხდა კორფუზე? როდესაც ათენში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, ათენიდან გადავფრინდით კერკირაზე, ხო? ათენში კარგი იყო, ლამაზი იყო, იქ დავიძინეთ ერთი ღამით ათენში. არა, სად დავიცი? არა, თუ პირდაპირ გადავფრინდით. აღარ სარამოს გადავფრინდით. მოკლედ ათენიდან გადავფრინდით კერკირაზე და კერკირაზე რომ ჩავფრინდით, მეგობრებო, აბა გამოიცალით, ჩვენ დავდიოდით ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, მეორე ადგილიდან. ოღონდ ღია ცის ქვეშ ვიძინებდი და მე საერთოდ არ ვიცი როგორ გავძელი იმ კალიებსა და ობობებში ღია ცის ქვეშ დაძინება, მაგრამ აი ჩემი მეუღლე ახლა იცინის. ხო, რაღაცნაირად არ ვიცი. არ მეშინოდა იმ მომენტში. ხო და მარინოს გაიხსენე როგორი ტკბილი და მოსიყვარულე ცოლი კი არა და კალი ვიყავი, ხელი რომ თხოვე, მითხარი, აბა რას ვაკეთები 3 დღის განმავლობაში. ჩუბობდი? აბა მიდი გაიხსენე კარგად. არა, დუბას ehrlich. მოსფელი ვიყავი, ხო? მოსფელი ხავი და ჩუბობდი. ხო. ზეთის ხილის დღის ქვეში ხოლმე, ხო? ზეთის ხილის ხეების ქვეშ როგორც კი ვჯდებოდით, ეგრევე ვჭუბობდი. და სულ ვჭუბობდი, ხო? არა, სულ არა, რანაირად სულ. აბა სულ რადო ვჭუბობდი? შეიძლება 5% ვიჩუბობ, მაგრამ ძლიერი ჩუბი იყო და უფრო ვიცოდი რა იქნება მომავალში. იცოდა მარინუსმა რა იქნებოდა მომავალში. მეგობრებო, მაინც ყველაფერზე მე ესე მახსოვს, ყველაფერზე ვეჭუბებოდი. არაფერზე არ მომწონდა ეს ბიჭი, რა ვქნა. ვერც იმით მომეწონა, რომ ესეთი ლამაზი და ტანადი და ახმახი და რაღაცა ძალიან ლამაზი მამაკაცი იყო. არ მომეწონა. არ დამაბა ამ საკითხმა. არა, როგორ არ მომეწონა, მაგრამ ვერ შემაბა ამ საკითხმა. მერე ვერც იმან შემაბა, რომ ესეთი გაბედულია და ღიაცის ქვეშ ძინავს და რა ჭირდება იქ კბილი ჩოთქები და ის რაღაცა კომფორტი და ეს არა, ვერც მაგან ეს რა არის, საიდან მოვიდა და ვერც იმან, რომ ძალიან კულტურული იყო და ესე იგი ერთი რამე ზედმეტი არ უკადრებია ჩემთვის. ვერ შემაბა, მაგრამ შემაბა რამ შემაბა თუ იცით. ესე იგი მივდივართ სანქტ-სტეფანოზე და ვეღარ გამოვდივართ იქიდან. დავდივართ ერთ წრეზე და ვერ ვიპოვეთ გამოსასვლელი. დაგვიღამდა ამასობაში. დიდი რუგზაკი მაქვს, ამას უფრო დიდი. ხო და მარინუსი მეუბნება რომ აღარ მინდაო რა, დავისვენოთ, ეხლა დავიძინოთ სადმე ვიპოვოთ ადგილიო, თორე დავიღალეო და მე ვეუბნები ესეთ რამეს. მე მინდა წინსვლა მეთქვი და არ მინდა დარჩენა აქ. თუ გინდა მომეცი შენი რუგზაკი და მე ვატარებ მეთქვი და არცაცია, არცაცხელა არ მომთხლიშა ეს რუგზაკი, დიდი რუგზაკი. გავცვალეთ ეს ჩემი პატარა რუგზაკი იმის დიდი რუგზაკი მე და მივდივართ, არ ვიცი სად მივდივართ და ვფიქრობ, კაცო, ეს რანაირი მამაკაცია, ამხელა თავისი რუგზაკი ამკიდა. იცი რა თქო, შენ რამდენი მეტრი
ქონდა ჩემი რუქსაკი. შეიძლება 10 მეტრი ქონდა ხო, ჩემი მაგრამ რუქსაკი, მაგრამ მაინც. შეედება შენი ძალა რა. ხო, ხედავთ მეგობრებო, მამაკაცებს როგორ სჭირდებათ ქალების ძალა. როგორ არა? ხო, ერთი თვითი მომაყოლა. აი ჩვენ როცა დაღლილი ვართ, ხო, ჩვენ შეედება ჩვენი ძალა. ნახეთ, და მათო ჩვენი ძალა არ უნდა რანდო შეჯამ. მინეთ კარგად შევს მეუღლეს ძალიან ბრძენია. ხო და როდესაც მე ამის ჩანთა დამქონდა თურმე ეს თავისთავში ფიქრობდა რა ძლიერი ქალბატონია. აი სწორედ ესეთი ქალბატონი მინდა მე ჩემს გვერდით რომ როცა მე არ შემიძლია თვითონ იტვირთავს ჩემს რუგზაკსო და მეგობრებო არც ხელა იმსახამს ხელი არ თხოვა. წარმოიდგინეთ ეხლა რა მოხდებოდა. დავდივარ მე ამას ვეჭხუბები არ მომწონს ყველაფერზე ნერვებს მიშლის ეს და ამ დროს როცა იმ საღამოს ვიპოვეთ ერთი პატარა ნიშა და იქ დავრჩით, კოღოებით იყო სავსე დილით მარინუსის დიდი შუბლი ისედაც გაუდით და იმიტომ რომ კოღოებით დაკმენილი, მაგრამ მეგობრებო მოხდა ესეთი რა. გამახსენდა მე ეს საკითხი, როდესაც მე პირველად კორფუზე მოვხდი, ღმერთს ვუთხარი ესეთი რა, ღმერთო მეთქი. აი შენ მეთქი და რატომ ვუთხარი ახლა ღმერთს ეს? მე როგორი მამაკაცებიც მომწონდა. ყველა იყვნენ მთხლე და არ ვიცი რა, აი ნერვებზე მომშლელი მამაკაცები. აი რატომ მომწონდა ესეთი მამაკაცები არ ვიცი, მაგრამ მომწონდა რა, ჰა. ხო, არა ვიცი, მაგრამ ხო, ეს ბავშვობის საკითხია. ეხლა ნახეთ. ღმერთს ვუთხარი, მე როგორი მამაკაცებიც მომწონს, ისეთი კი არა თქო, შენ რომ მოგწონს ჩემთვის ისეთი მამაკაც მეთქი ამ კუნძულზე გამაცანი თქო. და ის იქნება მეთქი ჩემი ქმარი და ეხლა როგორ გინდათ რომ ამ კუნძულზე ღმერთმა გამოგიგზავნა მამაკაცი და შენი პირობა რომ შეღმერთს ესეთი რაღაცა შესთხოვე რომ შენ რო გინდა ჩემთვის ისეთი მამაკაცი მომეცი და არა ისეთი როგორც მე მინდა ჩემთვის თქო. მე მინდა ჩემთვის ისეთი როგორც დედაჩემისავით რაღაცა შინელება იყო გამამწარებდა, მაგრამ ღმერთს თურმე უნდა ისეთი მამაკაცი ჩემთვის, რომელიც კი არ გამამწარებდა, ხელის გულზე დამისვავდა და რასაც ვისურვებდი, იმას შემისრულებდა. და თურმე ესეთი მამაკაცის დომებია ღმერთს ჩემთვის და ვფიქრობ ახლა ამასობაში თან ვარსკვლავი ჩამოვარდა ციდან, თან მარინუსი მეკითხება ეს ხელი მთხოვა. ბეჭედი არა, მეგობრებო, არანაირი ბეჭედი არც ყვავილის ბეჭედი არ გაუკეთებია ჩემთვის. არანაირი ბეჭედი იქ არ ყოფილა. მხოლოდ სიტყვიერი და ვეუბნები მარინოს. ეხლა ისი არ ყოფილა, რომ პირველი იყო მარინუსი, ვინც სოლობა მთხოვა რა. მარინუსამდე 5 კაცმა მთხოვა სოლობა. ოღონდ იცით როგორმა კაცებმა, აი ეგრევე რომ დათანხმდებოდნენ ქალები. და ფიქრობ ესეთ რამეს ეხლა. აი მე რო ეხლა ამ ადამიანს უარი უთხრა, ხო ვიქნები ღმერთის უმადური მეთქი. ხო და უთხარი თანხმობა. არც გვაცია, არც გვაცხელა მეორე დღეს საქართველოში გადმოვფრინდით და იმ დღესვე დავქორწინდით. ფოთოლეთის მონასტერში, სადაც გავიცანით ერთმანეთი. ისევ ჩემმა ძმამ დაგვაქორწინა, ჩემი ძმის სახლობლომ. საბრძოლოებამ ძალიან საყვარელი მღვდელია, ახალგაზრდა მღვდელი, მიყვარს ირაკლი ქვია, ხო? მე მგონი ირაკლი ქვია, დამალოს ირაკლი. ხო და მეგობრებო, უნდა ნახოთ თავზე დამადგეს ყვავილებით შემკული გვირგვინი, იმიტომ რომ სხვა გვირგვინი ჩვენ არ ქონდა. და ჩემს მეუღლესაც ახალი გაზაფხულის ყვავილებით შექმნილი გვირგვინი გვადებს თავზე. სურათებში რომ იხსენებთ, თორე ისე რა მახსოვს. ხო, ეხლა საინტერესო რა არის, ჩამოვფრინდით საქართველოში. და მეორე დღესვე უნდა წავსულიყავით ფოთოლეთის მონასტერში, მაგრამ მე ვიფიქრე რომ დღეს საღამოს მეთქი ძალიან მაგრა დაღლილი ვარ, ვერ მოვასწრებ უბრალოდ ბანაობას, ხვალდილით ვიბანავე მეთქი და არ გავიხედე და წყალი არ დაწყდა. ხო და არ ვიცი, მაინც დავიბანე ცივი წყლით თავი. ესე იგი ეს იყო ძალიან საინტერესო მომენტი, ჩვენი ქორწილის მომენტი. დავიბანე ცივი წყლით თავი, მაინც რა ბედი მაქვს მეთქი, ჩემს ქორწილის დღეს წყალი უნდა დაწყდეს. ავედით მეგობრებო ფოთოლეთში, ავედით თბილისიდან და დავქორწინდით. მერე წამოვედით ისევ თბილისში და ძალიან დავიღალეთ. მერე მოხდა ისე რომ ჩემი მეუღლე წავიდა გერმანიაში, მე არა, პირიქით, ჩემი მეუღლე დარჩა საქართველოში, მე წავედი გერმანიაში. რატო? იმიტომ რომ ისეთი უცნაური მომენტი იყო, რომ
ვიზას გასდიოდა ვადა და ვიზა რო არ გამეგრძელებინა გერმანიაში, მიფუჭდებოდა. ამიტომ მე იძულებული ვიყავი გადავფრენილი ხავი გერმანიაში, გამეგრძელებინა ვიზა იმ დათქმულ დროს, როცა მქონდა შეთანხმებული და მე ისევ ჩამოვფრენილი ხავი საქართველოში. დიახ, მეგობრებო, ესეთი უცნაური ქორწილის შეთანხმებები გქონდა ჩვენ მე და ჩემს მეუღლეს. ხომ კარგი რომანტიული და საინტერესო ამბავია. ისეთი ამბავია, მეგობრებო, ჩემმა მეუღლემ წიგნიც კი დაწერა მასზე. არა, არა? საერთოდ არა. აბა, რაზე დაწერა წიგნი? ყველაფერი რა მოხდა წიგნი. ეს მეორე წიგნი იქნება, მეორე წიგნი. ო, გითხარი, წიგნის კი დაწერეთ, რომ მე მომავალში ვიჭვრიდა. მეგობრებო, ჩემს მეუღლეს წიგნი აქვს დაწერილი, გამოსცემს ახლა მალე, ოღონდ გერმანულ ენაზე. ვინც გერმანულ ენოვანი ხარ, შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემი ქმრის მოგზაურობები საქართველოში. როგორ შთაბეჭდილება დარჩა მას ქართველ ხალხზე, სანამ მე გამიცნობდა და მეორე ნაწილი იქნება ის უკვე მე რო გამიცნოდა მე რა შთაბეჭდილებები შეექმნა ქართველებზე. After before, ხო, before after, ესეთი მომენტია, before after. ხო, მეგობრებო, ასეთი საკითხები და მრავალი სხვა შეგიძლიათ მკითხოთ, კი ნუ ეჭვიანებთ. მკითხეთ თამარ. როგორი კარგი მეუღლე ყავს, ესეთი, რომ ესეთ თავისუფლებას გაძლევს, თქო და ისიც მკითხეთ, თამარ, როგორ მიაღწია ამ საკითხს, რომ ესე თავისუფალი ხარ და შენი მეუღლე მაინც შენს გვერდით არისო. დიახ, მეგობრებო, მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ისე კარგად ვუგებთ, ხან ვჩხუბობთ, ხან არ ვიცი რას ვაკეთებთ, მაგრამ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ და ძალიან ხშირად მეგობრები ვართ ერთმანეთის. ხო, მარინოს? ხო. აბა მითხარი, ხანდახან ცუდი მეგობარი ვარ, ხო? ხანდახან ძალიან გავრაზი. ხო, ხანდახან დაუნდობელი ვარ, ხართ შევარჩენ არაფერს. ხო და ხანდახან ვარ ძალიან ტკბილი ცოლუკა. ეხლა უნდა წავიდეთ, რომელიც საათია? ეხლა უნდა წავიდეთ, მეგობრებო, დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. ღმერთმა სულ ბედნიერები გამყოფოთო. მადლობა, თამო, მადლობა. ყველას ვუსურვებ ისეთ ქმარს, როგორი ქმარიც ჩემთვის გაიმეტა ღმერთმა. ეს საწყალი კაცი რას გაიმეტა ჩემთვის. მე ძალიან გიჟი ვარ, მეგობრებო, გიჟი. გადასული ვარ ზღვრებს, ტრანსცენდენტალური ვარ, ტრანსცენდენტური, რა ვიცი, რაც კიდე ის დაარქვით, მე მიყვარს თავისუფლება.